დღევანდელი დღის მთავარი ამბები საერთაშორისო პოლიტიკას უკავშირდება უпроსორეთ გადაწყვეტილებებს, შეთანხმებების მზადებას თუ პირიქით მოუმზადებლობას, რომელთა გავლენაც აუცილებლად მოახდენს გავლენას მომავალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებაზე, მოახდენს გავლენას უკრაინის ბედზე, მის მომავალზე, რა თქმა უნდა მოახდენს გავლენას საქართველოსაც. ამ თვალსაზრისით დღეს რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას აქვს ადგილი. გერმანიაში მიმდინარეობს და 2 საათში დამთავრდება უკვე ფედერალურ მიწებზე არჩევნები, რომლის შედეგებიც დიდწილად განსაზღვრავს მომავალი ევროპის პოლიტიკურ კონფიგურაციას, ევროპის ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყნის პოლიტიკურ კონფიგურაციას და იმას თუ საფრანგეთთან ერთად ეს ორი ყველაზე დიდი სახელმწიფო, რა თქმა უნდა პოლონეთთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპასთან ერთად, როგორ გაუსწორებენ თვალს იმ ახალ გამოწვევებს, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის ტრამპის ახალმა მიდგომებმა და სტრატეგიამ გამოიწვია ევროპასთან, მათ შორის რუსეთთან მიმართებაშიც. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით საინტერესო არის ის ძირითადი გზავნილები, რომელიც ამ წუთებშიც კი ისმის საათი და 20 წუთია, რაც უწყვეტად მიმდინარეობს პრეზიდენტ ზელენსკის პრესკონფერენცია კიევში, რომელიც რა თქმა უნდა უკავშირდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის 3 წლის თავს ხვალ 24 თებერვალს დადგება ეს თარიღი. უზარმაზარი მსხვერპლის, მაგრამ ამავე დროს გმირული თავდადების შედეგად უკრაინამ შეინარჩუნა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ასევე გმირულად და ძალიან ღირსეულად უმკლავდება მანამდე მსოფლიოს ყველაზე ძლიერი შეერაღებული ძალების შემოტევას. ზელენსკის პრესკონფერენციიდან ამ მომენტისათვის რაც შეგვიძლია ვთქვათ, ალბათ ყველაზე მთავარი და ყველაზე დიდი მოლოდინი, რაც უკავშირდება ამ პრესკონფერენციის შინაარსს, ეხება შეთანხმების ხელშეკრულების შინაარსს, ასე ვთქვათ, და მისი ხელმოწერის პერსპექტივას, რაზეც პრეზიდენტი ტრამპი ასე აქტიურად ლაპარაკობს ბოლო დღეების განმავლობაში. ამ მომენტისთვის, რაც უსმინეთ ზელენსკის და რამდენიმე ამონარიც ახლა გაგაცნობთ, მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად დაუბრუნდებით, მათ შორის უკრაინელი პოლიტოლოგის დახმარებით ამ პრესკონფერენციის არა მარტო შინაარსს, არამედ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ტრამპის ადმინისტრაციასა და ზელენსკის შორის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მომენტისთვის ეს შეთანხმება ხელმოწერისთვის მზად არ არის. მას აქვს როგორც ეკონომიკური, ფინანსური წანამძღვრები, ასევე განსაზღვრელი მაინც არის ის, რომ ჯერჯერობით როგორც ჩანს ზელენსკიმ და უკრაინის ხელმძღვანელობამ ვერ მოისმინა რაიმე დამაჯერებელი სერიოზული არგუმენტები, რომელზე დაყრდნობითაც მათ შეუძლიათ იფიქრონ, რომ უკრაინისათვის უსაფრთხოების გარანტიები იარსებებს პუტინის ამ რეჟიმის არსებობის პირობებში. თუ რატომ ამაზე უფრო დაწვრილებით კიდევ უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებთ. რამდენიმე ამონარიდი მისი გამოსვლიდან დასაწყისშივე მან თქვა ფრაზა, რომელიც ჰედლაინად იქცა და პირველი გავრცელდა ამ პრესკონფერენციის ამსახველ, ასე ვთქვათ, შეტყობინებებში საერთაშორისო მედიაში. მზად ვარ წავიდე, ასე თქვა მან, თუ ეს უკრაინისთვის მშვიდობის გარანტი იქნება. შემიძლია ეს ნატო-ზედაც გავცვალო. მისივე თქმით, ბუნებრივი რესურსების ხელშეკრულებაში უკრაინას შეერთებული შტატებისგან გარანტია სჭირდება, რომელიც ჯერჯერობით ამ ხელშეკრულებაში არ არის. ის მადლობას უხდის ბაიდენის და ტრამპის ადმინისტრაციებს, მას უბრალოდ სურს დიალოგი პრეზიდენტ ტრამპთან, რომელიც კიევში დაპატიშა, თუმცა ჯერჯერობით მისი ჩასვლას ვერ მიაღწია. ზელენსკის თქმით, ის ფოკუსირებულია მშვიდობაზე ახლა და არა 20 წლის ვადაში. ტრამპი სამუდამო არ არის. ჩვენ კი მშვიდობა მრავალი წელი გვჭირდება, თქვა ზელენსკიმ. მისი თქმით, არ არის გაბრაზებული პრეზიდენტ ტრამპზე, რომელმაც მას დიქტატორი უწოდა. ზელენსკი ამბობს, რომ ის დიქტატორი არ გახდება და დღეს არ არის ემოციების დრო. მე მაქვს პრაგმატული მიდგომები შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციასთან და სწორედ ასე გავაგრძელებ. მე კანონიერად არჩეული პრეზიდენტი ვარ და რამე ძალის საშუალებით არ მოსულ ვარ ხელისუფლებაში. მე ამ მომრჩეველთა 73%-მა დამიჭირა მხარი. არც პარლამენტი დაუნიშნავს ვინმეს, ის უკრაინელმა ხალხმა აირჩია. საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დაინიშნება არჩევნები და ხალხი თავის არჩევანს გააკეთებს. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათწლეულები არ აპირებს ხელისუფლებაში ყოფნას, მაგრამ არც ვლადიმერ პუტინს მისცემს უფლებას უკრაინის ტერიტორიაზე ხელისუფლებაში იყოს.
უკრაინის ტერიტორიაზე ხელისუფლებაში იყოს. მისი თქმით, არ იცის, როგორ დასრულდება მოლაპარაკებები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს. ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია ყველამ გაიაზროს, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინას კი არ ეპატიჟებიან, ის ეპატიჟება ევროპელ ლიდერებს, რადგან უკრაინა ევროპის ნაწილია და ევროპელები ამ ომში უკრაინის მთავარი მხარდამჭერები არიან. მისივე თქმით, ხვალ უკრაინაში ევროპული სახელმწიფოების 13 ლიდერს ელოდებიან. უკრაინამ შეერთებული შტატებისგან 100 მილიარდი დოლარის დახმარება მიიღო და არა 350, როგორც ამას ტრამპი იძახდა, ან 500. აქვე ერთი წამით გავჩერდეთ და საიდან მოვიდა ეს 500? მოკლედ ლაპარაკია იშვიათი მეტალების ექსპლუატაციისათვის სპეციალურ ფონდზე, რომლის 100%-ის მფლობელი შეთავაზებული პირველი ვერსიით უნდა ყოფილიყო ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც უკრაინა ამ შემოსავლებიდან თანხებს მიმართავდა პირდაპირ ამერიკის შეერთებული შტატების სასარგებლოდ, მანამ სანამ 500 მილიარდი დოლარი არ დაიფარებოდა. მე სულ არ მიგვირს ზელენსკის ასე თქვა წინააღმდეგობა ასეთ მიდგომასთან დაკავშირებით, ბიზნესურათაც კი პოლიტიკურზე, მორალურზე რო არაფერი თქვათ, ყველაფერი ამ შემთხვევაში ძალიან ნათელია და ზედაპირზე დევს. დასაწყისში ჩვენ ვისაუბრეთ იმის თაობაზე, რომ ის 100 მილიარდი, რაც არის საუბარი, ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული მხარდაჭერით, ფაქტობრივად გრანტის სახით არის გამოყოფილი უკრაინისათვის, რომელიც იყო ათვისებული, რომლის ძირითადი ნაწილი საერთოდ უკრაინაში არ ათვისებულა, უკრაინისთვის იარაღის შეძენას და მის გაგზავნას მოხმარდა თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაგრამ ეს 500 მილიარდი საერთოდ გაუგებარი ციფრი არის ზელენსკისთვის და სწორია. არ ვაპირებ 500 მილიარდის პრეტენზია მივიღო, ამბობს ზელენსკი, მიუხედავად იმისა, მოეწონება თუ არა ეს ვინმეს. არც კი ვარ მზად ვაშინგტონთან 100 მილიარდის გადახდა განვიხილო, რადგან ეს გრანტი იყო და არა სესხი. მე ბაიდენთან შევთანხმდი, რომ ეს გრანტია, გრანტი კი ვალი არ არის. გრანტ ჩვენ არ დავაბრუნებთ, განაცხადა ზელენსკი.